ძვირფასო თანამემამულინო, ახლდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი. ეს ისტორიული სამიტია საქართველოსთვის. ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირში რეალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც ჯერა აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე-ნება. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს სწრაფად ევროპული ოჯახისკენ, ევროპული ცივილიზაციისკენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები ევროპასთან კავშირების გაბმასა და დაახლოებას ზრუნავდნენ, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. საქართველოს ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიითა და რაც თავარია ღირებულებებით. სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად. ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 3 წელი გრძელდებოდა. წელს ივლისში ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შეთანხმება პარაფირებისთვის მომზადდა. მომავალ წელს აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოეწერება. ეს არის ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და რეალური მექანიზმი, რომელიც თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობას, ყველა მიმართულებით. მეგობრებო, აქვე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იგი ევროკავშირთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ ფაქტობრივად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადი გახდება. საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერას დამზადებული საქართველოში სულ სხვა დატვირთვა ექნება. საქართველოში ნაწარმოების საქონლის დიდი ნაწილი ევროკავშირში შევა ტარიფებისა და კვოტების გარეშე. ამავე დროს ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისათვის. ჩვენ მუშაობთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და როდესაც ევროკავშირი შესაბამის პოლიტიკურ გაწოლებას მიიღებს, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისთვის. აქვე მინდა ხაზგასმით და მადლიერებით აღნიშნო, რომ ევროპა მხარს უჭერს საერთაშორისო დაღერებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს. აგრეთვე განუხრელად განაგრძობს ჩვენს თანადგომას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროპისაკენ, ჩვენი წინაპრების ოცნების ასრულებისკენ. ამიტომ მე გილოცავთ ყველა სამწინსვლას და მჯერა რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის. დიდი მადლობა.